ამერიკისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, როგორ შეგეცდათ შეფასოთ ეს განცხადება, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს რაღაცა პოლიტიკურ განცხადებას? ასეთი განცხადებები და პირდაპირ მუქარა, რა თქმა უნდა, არის შედეგი იმის, რომ არასამთავრობო სექტორში, არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები. ნოდარ ხარჩილაძე გახლავთ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, ბაჩუ ახალაიას მოადგილე იყო ის წლების განმავლობაში. დღეს ახლა როცა უცხოური დაფინანსებით ხდება წარმოდგენა, რომ ეს ადამიანი არის სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ეს არის ცინიზმი და მეორე მხრივ ეს არის ზუსტად ის ნირი, რომელიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ მუქარა და უკვე ასრულებული მუქარა ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე აგრძელებენ. ამიტომ ეს წამოწდენები არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის მათი პოლიტიკა. შესაბამისად ეს არის სწორედ იმ მუქარის შედეგი. პრობლემა არის ის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ უცხოურ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან და ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. კიდევ ერთხელ, სავსე არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თუ არასამთავრობო სექტორი ხალხით, რომლებიც არა თუ სააკაშვილის პერიოდში იყვნენ საჯარო სამსახურში უბრალოდ, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორის დომინირებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ამიტომაც ისმის ეს მუქარები პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისად არის მათი სურვილების განხელა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყონ სწორედ აასრულოს ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებულია. ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე კითხავთ, თუ შეიძლება მართლმადიდებლები საუბრობს, რომ არ არის მათი ფინანსები გამჭვირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან მიღებულ ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. თავად დონორებმა კი ფინანსები უნდა გაასაჯარონ. თქვენი ხედვა როგორი არის ამ ფინანსებთან დაკავშირებით და მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკური ინტერესებთან არის დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების უკან ზოგადი შეფასებაა გავაკეთეთ? ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ პრინციპში უკვე აღიარებები მათ შორის პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ისინი ასეთი სქემებით, ყალბი ენჯოების დაფუძნებით იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ჩვენ ვნახეთ აღიარებები, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ ხარჯებს საქართველოში, ასე რომ დღეს ამ მდგომარეობაში ვართ. თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვაწყდებით ყრუ კედელს დონორების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოუწოდე როგორც საჯაროდ, ისე პირად შეხვედრების დროს, რომ გაასაჯარონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ კვლავ რამდენიმე ორგანიზაცია, დონორი ორგანიზაცია მალავს თუ რაში ხარჯავს ის საქართველოში ფულს. კიდევ ერთხელ, კეთილი საქმეების დამალვა არავის არ სჭირდება. როცა რაღაცას მალავენ, ესე იგი ამის უკან არ დგას კეთილი საქმეები. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია, თქვათ ევროპის დემოკრატიის ფონდი, აფინანსებდა ჯარიმების გადახდას იმ ადამიანებისთვის, რომელიც არ ღვევდნენ წესრიგს და კანონს. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია აფინანსებს რადიკალურ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობით არიან გამორჩეული, ასე რომ ეს ფაქტები ჩვენთვის შემთხვევით ხდება ხოლმე ცნობილი. და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდებ კიდევ ერთხელ ყველა დონორს და საელჩოს გაასაჯარონ თავისი დაფინანსებები, ვინაიდან ეს გახლავთ რუსული სტილი, როდესაც სხვა ქვეყანაში ფარულად სპეცსამსახურების მეთოდებით ხდება იატაკქვეშა საქმიანობების დაფინანსება. ევრონესტის რეზოლუციასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ ნაციონალური მოძრაობის მოხმეწევს არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოქალაქეები დახვდნენ პროტესტით, შეძახლებებით. როგორ შეაფასებთ, რას ნიშნავს მოქალაქეების ეს რეაქცია და ის ნაწილიც, რომ თქვათ, რეზოლუცია რას ნიშნავდა ჩვენი თავისთავად ეს ფაქტი, რომ ნაციონალურ მოძრაობამ
და კიდევ ერთხელ გამოჩნდა სხვაჩვენს მიუხედავად ამ დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად არ არიან ნაციონალურ მოძრაობაში და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად იმისა, ფორმალურად რა პარტია ჰქვია, ან პარტიული არის თუ არა ადამიანი. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და იცის უკვე საზოგადოებამ, რომ ამ რეზოლუციის პროექტს ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან ქართული ოცნების წარმომადგენლების ხელმოწერა, მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა და საჭირო იყო კიდევ 2 ხელმოწერა, 4 ოპოზიციონერი იყო იქ, 2 იყო საჭირო, 2-ს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე იქნებოდა ინიცირებული. ასევე სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის, ნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლისა იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომაც ისინი არ უჭერდნენ, თითქოს არ უჭერდნენ მხარს, თითქოს საქართველოში ხდება გვერდის ავლა სანქციების და ნახეთ საბოლოო ჯამში უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობა მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე მე, როდესაც სვავ კითხვას ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის მიმართ, რომ რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი, საქართველოს დროშაზე თუ სხვა ქვეყნის დროშაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო აღარ არის სამშობლო და სახელმწიფო. ისინი სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებით. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არის გასაგები, იმიტომ რომ სწორედ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. ჩვენ ღალატის ისტორიები რომ ვიცით წარსულიდან და გადმოცემით რომ რაღაცები გვესმის ხოლმე დღეს თრობით ხედავთ ამას პირდაპირ ეთერში როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანაში. ბატონი შალვა ინტერპელაციის წესით არის დაბარებული საბჭოს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია უკრაინის და მოლდოვას პროგრესი და ასევე არის მოწოდება, რომ საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებზე გააგრძელოს წინსვლა. ეს განცხადება რო შეაფასოთ და მეორე კითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების გახსნას უკავშირდება, რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით ოპოზიციის ნაწილის მიერ ამ საკითხის გააქტიურება და გაბარება მინისტრის, იმიტომ რომ სესიაზე არაერთხელ მოყოლია ხმაური ამ კითხვას დარბაზში. ხო, რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს მათ შორის, მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. ანუ დღეს მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას გადაწყვეტილებებს. საქართველოს, რომელიც ლიდერია სამივე ქვეყანასთან შედარებით, აღარც ვამბობ ბოსნია და ჰერცეგოვინას. ხომ სამივე ქვეყანასთან შედარებით საქართველოს ყველა პარამეტრი, აბსოლუტურად ყველა პარამეტრი არის ლიდერი და საქართველოს არის დაჩაგრული. აი ეს უსამართლობა ძალიან სამწუხარო არის ევროკავშირის მხრიდან და აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სამწუხაროდ გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოო ჯამში სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. აი, ინტერპელაციას კითხვა. ევროპული საბჭოსკენ, ევროკომისიისკენ, რომ არასამართლიანად ხდება შეფასება ჩვენი ქვეყნის. ამ შემთხვევაში ხელისუფლება რამდენად გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ თუნდაც ის საკონცო რეფორმები, რასაც არის საუბარი ცხადადობაში, ეს იყოს მაქსიმალურად სწრაფად შესრულებული, იმიტომ რომ გავიდა საკმაოდ დიდი დრო და ჯერჯერობით ჩვენ მოქმედით ნაბიჯობს ყოველთვის. თუ ხედავთ, არ ვიცი, თქვენც აღვიხსენით მოკლედ ესეც რა ეტყობა. ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა აკეთებს იმას, რომ ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველოს ამ სამ ქვეყანასთან შედარებით არის ლიდერი. უკრაინასთან შედარებითაც, მოლდოვასთან შედარებითაც და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით. არა, უყურეთ რას ვამბობ, რომ ლიდერი არის უკვე ამ დათქმების გარეშეც. ამ ცხადათქმიდან არც ერთი რომ არ შესულეთ, მაინც ლიდერები ვართ, ამის თქმა მინდა მე. და მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით საქართველოს ლიდერი არის ყველა პარამეტრით, საქართველოს და ქართული ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. ამიტომ ეს არის სამწუხარო და ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი. რაც შეეხება 9 ნაბიჯს, იცით რომ ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო ნაწილსაც შეეხება ქონდა სამუშაო ფორმატები, რომელიცშიც ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად განვიხილეთ საკითხები, დაინიცირდა პროექტები და პირველი მოსმენით თქვენ მიღებული არის ყველა პროექტი და მიმდინარეობს მეორე და მესამე მოსმენა. ინტერპელაცია. მიზანს ემსახურება. აი ამ თემაში. ბატონო. რეფორმების გაფორცირებისკენ მოიწოდა. თქვენი აზრით, აქ
ცნობა, მათ შორის იგულისხმება სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, რომელსაც სულ აქვს კაცრი კრიტიკა პოლიციის. Ჩეხლა საარჩევნო რეფორმას იცით რომ ვეტო დაძლეულია და როგორც ჩანს ხალხო სალამე არაპირებს რომ ხელი მოაწეროს მიუხედავად იმისა რომ ვეტო დაძლეულია და არ აუშვას თუ არ მოაწერს ხელს ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედება ის ცვლილება რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის რომ იყოს სამართლიანი და არჩევნები და იმისთვის რომ იყოს ეფექტიანად მომუშავე ცესკო ასე რომ ამ ხრივ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად რომელიც თქვა ელექტრონულ თვლილებს და ასე შემდეგ ეხება რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს აქაც დაინიცირებული არის პროექტი პირველი მოსმენით მიღებული არის უფრო სწორედ მეორე და მესამე მოსმენებითაც მეორე ინტერპელაციასთან დაკავშირებით მოგვითხრა ბატონიშავა ორი ძირითადი ვერ გეტყვით არ ვიცით ანუ შეფასებას რაც შეეხება ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს მე კიდევ ერთხელ ხალხს უსვა ამ ცხა ნაბიჯის გარეშეც საქართველოს არის ბოსნიასთან უკრაინასთან მოლდოვასთან შედარებით ლიდერი ყველაფერში დღესვე არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს რომ საქართველოსთან გახსნას მოლაპარაკებებს. სინამდვილეში ეს მოლაპარაკება გახსნილი იყო გუშინ, ანუ დეკემბერში, როდესაც მოლდოვასთან და უკრაინასთან გაიხსნა ეს მოლაპარაკებები, დეკემბერში დაიჩაგრა საქართველოს, ახლაც იჩაგრება საქართველოს, როდესაც ამას ხედავს ქართველი ხალხი, იცის სად არის უკრაინა, სად არის მოლდოვა, სად არის ბოსნია-ჰერცეგოვინა ინსტიტუციური განვითარებით, ევროკავშირთან დაახლოებით, კორუფციის საკითხებში, სასამართლოს საკითხებში, სად არიან ეს ქვეყნები და სად არის საქართველოს და მიუხედავად ამისა, ყოველ ჯერზე ხედავს სამწუხაროდ საქართველოს არის უსამართლო მოპყრობა საქართველოს ორი მიმართულება არის. ერთი არის საარჩევნო უბნების გაზრდა და მეორე არის იმ ის ადამიანები ქართული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ემიგრაციაში და არიან არალეგალურ. აი ეს არჩევნები მათ შორის ევროკომისიის ეს ინტერპელაციას რო უპასუხო ამ კონტექსტში რომ მე არჩევნები გავაერთიანოთ, ამდენ მნიშვნელოვანია რომ ემიგრანტებმა მაქსიმალურად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ზარას ემსახურება მიზნად ამ საკითხის გარკვევა. უპირველეს ყოვლისა, ხომ ინტერპელაცია კარგია რომ ასეთ ინსტრუმენტებს იყენებს ოპოზიცია და ამისთვისაც არის რომ თუ კი მათ რაიმე კითხვები აქვთ, მიიღონ ამ კითხვებზე პასუხები პლენარული სტომის დარბაზში და დღეს მინისტრი მოახსენეთ მათ რაც ამ საკითხებს ეხება, უბნებს საზღვარგარეთ და მონაწილეობას ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში საზღვარგარეთ. ისევე როგორც სხვა წლებში, რა თქმა უნდა, მოწოდებული არის როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ისე საგავსაკუთრებო სამინისტრო და საელჩოები ჩვენი, რომ იყოს კარგად ორგანიზებული არჩევნები ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რომელშიც ოპოზიცია აყენებს ამ საკითხს საზოგადოებრივ ჩვენი მოქალაქეებისგან არჩევნებში მიღებას, კერძოდ თითქოს ასეთი კონტექსტის წარმოჩენა, რომ საზღვარგარეთ, ქვეყნის გარეთ მათ აქვთ უფრო მაღალი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეებისგან და რაღაცნაირად ამას თითქოს ხელს უშლის ხელისუფლება, რომ მათი მხარდამჭერები არ მივიდნენ არჩევნებში. ჯერ ესეთი არ ვიცი, რა გონიათ, რომ არსებობს ორი კლასის ქართველები არსებობენ, ქართველები რომელიც საქართველოში ცხოვრობენ და ქართველები რომელიც არ ცხოვრობენ საქართველოში. ეს რამე ორი კასტა არის, სხვადასხვა ხალხი ვართ, ქართველები ქვეყნის შიგნით და ქართველები ქვეყნის გარეთ. და როდესაც ქვეყნის შიგნით თავისივე აღიარებით ამბობენ რომ ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვს, ამბობენ რომ 15%-ის ფარგლებში არის ნაციონალური მოძრაობა, ამას რო ამბობენ, რა გონიათ ქვეყნის გარეთ სხვანაირი სიტუაცია იქნება, ჩვენი არა რა თქმა უნდა არ არის. არა რა თქმა უნდა არ არის. მოყურეთ ქვეყნის გარეთ საქართველოს საზღვრებს გარეთაც ზუსტად ისეთივე ქართველები არიან, როგორც აქა და ოპოზიცია სინამდვილეში ასე წარმოადგენს, რომ თითქოს ქვეყნის შიგნით რაღაც სხვა ხარისხის ქართველები ვართ და ქვეყნის გარეთ სხვა ხარისხის ქართველები თუ რა ხდება? გაჭირვებაზე არის და გაჭირვების გამო. რა შუაშია გაჭირვება? რა შუაშია? აი ეს არის პრობლემა, უყურეთ ეს არის პრობლემა, რომ ქვეყნის საქართველოში მცხოვრები ქართველები და გარეთ მცხოვრები ქართველები გონიათ სხვადასხვა. ზუსტად ისეთივე არამხარდაჭერა ქვეყნის გარეთ, როგორიც ხო, ნუ ამ ლოგიკით ქვეყნის შიგნით ყველა მდიდრები ვართ მაშინ ესე იგი მთელი საზოგადოება მდიდარი არის და ამიტომ არის ხო თუ ეს ლოგიკა ამაში არის ეს თუ არის ლოგიკა არა ეს არის პრობლემა რომ ხდება დახარისხება ქართველებისა და თითქოს სხვადასხვა ხარისხის ქართველები ვართ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ
მაშალა ჩვენ ვიმართებთ რა კითხვა არჩევნებზე საუბრობთ და საკონსტიტუციო რამდენიმე გვეძლო დაგვიდე ესე კითხვა არ გესმით როგორ ჩანდება საკითხთან დაკავშირებით დაუშვია ახალისაა. კიდევ მოგვიყვარა თქვენი კოლეგებისგან და ოპონენტებისგან საკითხის გააფრთხილება. უბრალოდ სკოლისა გავიდა დრო, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და ყველას მათ შორის არასამთავრობო სექტორსაც, რომ თუ კი დაიფიქსირებინათ თავს უპირველეს ყოვლისა საკუთარი პოზიცია, არის თუ არა მათთვის მისაღები ამ სახის პროპაგანდა და მეორე თუ კი არ არის მისაღები, როგორია მათი მოსაზრება, რა რეგულაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ ერთის მხრივ უფლებრივი მხრივ ყველაფერი იყოს დაცული, მეორეს მხრივ არ იქნას დაშვებული პროპაგანდა. ჩვენ რაც ვნახეთ, უკეთეს შემთხვევაში ვნახეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს მხარდაჭერას პროპაგანდის. და ასე რომ ასეც დაფიქსირდება ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ ისტორიაში. რაც შეეხება კანონპროექტს, ორშაბათს იქნება ეს კანონპროექტი წარმოდგენილი, ჩვენ გავდივართ ყველა დეტალს და საზოგადოება მათ შორის გაიგებს რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული და ამის შემდეგაც რა თქმა უნდა ღია იქნება პროცესი დისკუსიისთვის, საზოგადოების ჩართულობისთვის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროპაგანდის საფრთხეებზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საფრთხეებზე, რომელიც საზოგადოების წინაშე დგას, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე ასრულებული საფრთხეები არის და კიდევ ერთხელ ვციტირებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მოუწია თავად გარკვეული ასე ვთქვათ განცხადების გაკეთება, რომელიც დღეს ჯერ კიდევ საქართველოში ტრუიზმად და ბანალობად აღიქმება, იმის თქმა რომ ხალი ხალია და კაცი კაცია, მაგრამ ხედავთ რომ დღეს ბრიტანეთში უკვე აღარ არის ჩვეულებრივი ბანალობა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის ამისთვის საჭირო. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ იც რაც ხდება ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვაგან, ცოტა ხანში შემდეგ გადმოდის ხოლმე საქართველოში, მათ შორის უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით. ამიტომ ჩვენ აქედან უნდა ჩამოვიყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართულ საზოგადოებას, უნდა ამ ტიპის პროპაგანდის დაშვება, თუ უნდა ამ ტიპის პროპაგანდის არიდება. ოჩამჩირის სამხედრო ჩემს კოლეგას და ამის შემდეგ როგორ ფიქრობთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენად საფრთხის შემცველი იქნება ეს ბაზა ჩვენი ქვეყნისთვის, ანანტიის პოლიტისთვის, მაგალითად, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის კონტექსტში, ვინაიდან ანალიტიკოსები საუბრობენ საფრთხეებზე, რომელიც მაგალითად შეუქმნა სამსახურებს თუ თემებსაც ასე საუბრობენ. თქვა როგორ ფიქრობთ, რამდენად იქნება ეს? რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები არის და უბრალოდ ყოველისა ეს საფრთხე განპირობებული არის ოკუპაციით. ეს ბაზა არის დამატებითი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და ხარისხობრივად იმ საფრთხეს, რომელიც მოდის ოკუპაციიდან, დიდ სხვაობას არ იძლევა იმ მხრივ, რომ საუბარი, იმიტომ რომ ის საფრთხე, რომელიც ეხლაც არის ოკუპაციიდან გამომდინარე, ის საფრთხე არსებობს, ამიტომ მთავარი პრობლემა აქ არის არა ბაზაში თუ სხვა აღჭურვილობაში, არამედ მთავარი პრობლემა არის ოკუპაციაში და მისი დასრულება არის უპირველესი ამოცანა. ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეების დასრულება. საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, რა მათემატიკის ქართული ოცნება გვაინტერესებს, რომ მიერებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. 75% აღება, როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად რეალისტური არის 150 დეპუტატის მანდატი გჭირდება. ამიტომ მაინტერესებს, რა არის თქვენი გათვლები, როგორ გგონიათ, როგორ მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. ის განწყობები, რაც არის საზოგადოებაში და სხვა ჩვენს ასევე ის განწყობები, რასაც ხედავთ ოპოზიციის აღიარებებში, რომ ჩვენ რასაც ხედავთ და მათ შორის კვლევებითაც რაც ჩანს არის, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებში არის, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 15%-ის ფარგლებში არის, თან ხედავთ ახლა მათი გაყოფა გამიჯვნის ტაქტიკას, რომელიც საბოლოო ჯამში ჩანს, რომ მათვე აზიანებთ და სხვა პარტიებს აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა. ზუსტად ამ სურათს თუ შეხედავთ, რა თქმა უნდა, ეს სურათი პირდაპირ აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების რეალური შანსია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, არის რეალური შანსი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებული არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომაც არის, რომ ჩვენი მთავარი მოწოდება მოქალაქეების მიმართ არის, რომ იყვნენ მობილიზებული აქტიურები, მოვიდნენ არჩევნებზე, იმისთვის, რომ დაანახონ საქართველოს
საქართველოს მიმართ არა კეთილგანწყობილ ადამიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, თუ სადგას ქართული საზოგადოება. საკონსტიტუციო უმრავლესობა უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც ქართველი ხალხის განაცხადი, რომ ის მყარად დგას საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე, რომ ის არ დაუშვებს ამ ქვეყანაში ომს, არ დაუშვებს ეკონომიკურ კოლაფს, რასაც რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ ოპოზიცია უკვე ბოლო 2 წელია განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ ყველაფერზე საჭირო არის მკაფიო განაცხადი ქართული საზოგადოების და ეს ყველაზე კარგი განაცხადი იქნება არჩევნებში ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიღწევა. ბატონ შაუს, ხშირად ამბობთ 2%-იანი, 3%-იანი პარტიებს ხშირად ახსენებთ და ძირითადად ამ პარტიებზე გაქვთ იერიში, იმ პარტიებზე რომელზეც ამბობთ, რომ ვერ გადავახავენ ბარიერს. რას ემსახურება ეს რეალურად იმას, რომ ახალი გაერთიანებები არ მოხდეს და თავიდანვე მოახდინოთ დისკრედიტაცია ამ პარტიების. ყველა ახალ გაერთიანებაზე იერიში მეგობრებო, ასე არის პარტია ახალზე, გვარამია მედიას ყველაზე ხშირად ახსენებს ქართული ოცნება, ასე არის ლელოზეც. იმის შიში გაქვთ, რომ ეს პარტიები გაერთიანდებიან და დაკარგავს ქართული ოცნება. ხო, გათვლა ის არის, რომ დაბალი პროცენტები აიღონ ამ პარტიებმა. ეს გათვლა კი არის, ეს არის რეალობა. რომ მათ ისინი ბარიერს ვერ ლახავენ, ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა პარტია ვერ ლახავს ბარიერს. ახლა ეს არის მოცემულობა. მეორე, რაც შეეხება გეტყვით. ეს არის უპირველეს ყოვლისა ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ცრუ მანევრებს არ წამოეკონ. ჩვენ რასაც ხედავთ, იქნება ეს ახალი და ჩვენ გვეშინია რომ ხალხს მოატყუებენ. ამაზეა საუბარი. ამათობის გეშინიათ ბატონო შარო. არა, ხალხის შეცდომაში შეყვანა არ გვინდა და ამიტომაც ხალხი ადამიანები უნდა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. და როდესაც მათ რაღაც ახალი პარტიის სოულში წარუდგენენ ნაციონალურ მოძრაობას, ეს ღიად ყויლი არის და ამას საზოგადოება ისედაც ხვდება და ჩვენ რა თქმა უნდა ზუსტად ამას მოხსნით საზოგადოებას. ხარდაჭერა არა, ხალხი არ დაუჭერს, მას ესე გონიათ, ეს გინდათ რომ დაილეკოს საზოგადოებაში. ჩვენ უხსნით საზოგადოებას, რომ ეს ყალბი მრავალფეროვნება, რომელიც თითქოს არის ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში არის ნაციონალური მოძრაობის კლონები, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერიც თავად აცხადებს. ამიტომ ეს უნდა დაინახოს კარგად საზოგადოებამ და ეს სხვა არჩევნებშიც ასე იყო. 2016 არჩევნები ახსენეთ, იმ არჩევნების შემდეგ რა მოხდა, რომ ვითომ გაიყო ნაციონალური მოძრაობა, ნახეთ რომ ერთი ოჯახია, 2020-ში ნახეთ ასეთი დაყოფილი ვითომ ნაციონალური მოძრაობა, ნახეთ რომ ერთი ოჯახია. გიორგი ვაშაძე სად იყო 2020-ში? ხო იყო ვითომ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკოსი და ანტაგონიაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. დღეს სად არის გიორგი ვაშაძე? აი ეს არის, რომ ეს სრულ მანევრები რეალური გონია და პუტინმა რეალური გონია და 75 გამეორებას აპირებს ოცნების ხელისუფლება. მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს აიღო 96%. ასე რომ პუტინის არჩევნები, პუტინს თუ ვინმე შეადარებს, შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილი 75% რეალურია ბატონო შავა. 75%-ზე არ არის საუბარი. საუბარია მანდატების რაოდენობაზე კონსტიტუციის ფინანსი და შემის ორგანიზაციაზე უნდა გითხოთ აქტიურებს ანტიჩინურ კამპანიას, ხოლო უჩანანუაშვილის ორგანიზაცია საუბრობს საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლაზე რუსეთთან დახმარებაზე. აქ თუ არა ამ არასასწორებო ორგანიზაციებს ამ თემის გააქტიურებას საფუძველი თუ სხვა მოტივს ხედავთ თქვენ? ფაქტია რომ როდესაც საუბრობთ ტაივანის გავლენის აგენტებზე საქართველოში, რომელსაც ჩინეთის წინააღმდეგ მუშაობენ, აქ ყველაფერი ცხადია. ხო, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც საქართველოს მოქალაქე არაფერი იყო, აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი არის საუბარი, საქართველოს მოქალაქე პოლიტიკური აქტივობებისგან იღებს ფულს სეპარატისტული რეჟიმისგან. ეხლა რა ვიცი, ამაზე სირცხვილია საერთოდ რომ ამაზე სერიოზული საუბარი და კომენტარი გვიწევს, რომ პოლიტიკოსი და ნუ შეცდება რომ ქალბატონი თინა არის NGO-ს წარმომადგენელი, ის არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, რომ ქართული პოლიტიკოსი ფინანსდება
სეპარატისტული რეჟიმისგან, მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანას აქვს თავად გამოწვევა ოკუპირებული რეგიონების სახით, ეს რა თქმა უნდა სირცხვილეს ეს ფაქტი. რაც შეეხება უჩან ანუაშვილს და დემოკრატიის ინსტიტუტი თუ აღწევი ხომ მათ NGO-ს სახელი, მათ გუშინდა განცხადებას, ეს აღმაშფოთებელია საერთოდ ის ტერმინოლოგია, რომელთაც ისინი უდგებიან ქვეყანას და ხელისუფლებას და ჩახედეთ ტექსტს თავად როგორი საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ როგორი სიძულვილით არის გაჟღენთილი და საკუთარი ქვეყნის დაზიანების მიზნები როგორ არის ამ ტექსტში. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია, ხელისუფლებასაც კი აღარ გვიწოდებს უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ორგანიზაცია. ამიტომ აი ეს არის ზუსტად ის მავნე გავლენები, რომელიც აქვს ასეთი სახის დაფინანსებებს ხოლმე, როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ და შეგახსენებთ ეს ორგანიზაცია ფინანსდება მათ შორის ევროკავშირის ფულით და ერთ-ერთი საკითხი 19-ში არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამწუხაროა რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია. აი რა ვუწოდოთ ამას აღარც ვიცი უკვე და უკვე სიმართლე გითხრათ ვიღლები ამ მოწოდებებით ევროკავშირი იქნება თუ სხვა ქვეყნები რომ ერთი რომ გაასაჯარონ ყველა დაფინანსება და მეორე დაუფიქრდნენ ასაფინანსებენ. დონორი პასუხისმგებელი არის იმ შედეგებზე რომელიც აქვს მის ფულის ხარჯვას. სამწუხაროდ და ამას მინდა ხაზი გაუსვა. ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა კულტურა გარკვეულწილად რომ დონორები ასე ხალისით ირგებენ იმ წარმატებებს, რომელიც აქვთ ხოლმე მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს, არიან პრეზენტაციაზე, მათი ლოგოებიც იქ არის, სიტყვით გამოდიან და ასე ვთქვათ, წარმატებას ირგებენ და ხაზს უსვამენ და მაშინ, როდესაც მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები თუ პროექტები შემდეგ შემჩნეული არიან დეზინფორმაციაში, ხელისუფლების და ქვეყნისთვის ძირის გამოთქვაში, ამ შემთხვევაში ირიდებენ თავიდან პასუხისმგებლობას, მიუთითებენ პასუხისმგებლობის არიდებენ, რომ თითქოს ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელია და ისინი პასუხს არ აგებენ. ასე ვეღარ გაგრძელდება. დონორები პასუხისმგებელი არიან იმაზე თუ რაში როგორ იხარჯება მათი ფული და რა შედეგებით დგება მათი ფულით. ამაზე სხვათა შორის არსებობს პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი პრინციპი არის ურთიერთპასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და დონორს შორის პროექტების შედეგებზე და ამ სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს ყველა დონორმა. აქედან გამოდიან კიდევ ერთხელ მოუწოდებ დონორებს, რომ როდესაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ კი არ მოგვიწოდონ შემდეგ ნომერ 1 პუნქტის მიხედვით, რომ საქართველოს რას აკეთებს ამ კითხვა, რას აკეთებს დეზინფორმაციასთან ბრძოლით დაკავშირებით. თავად ვსვავთ იქით საპასუხო კითხვას, რას აკეთებს ევროკავშირი და სხვა დონორები საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის აღსაკვეთად, რომელიც მათი დაფინანსებით ვრცელდება. მე არ დამბარდია ვიღაცება სამხატვრო არის საინტერესო რა ეკეთება ახლა იმისთვის რომ ეს კონფლიქტი არ გაძლიერდეს და საერთოდ მოკლედ პრობლემა რა აღმოიქვა სამიმართლებით. თქვენ იცით რომ იყო მათ შორის შემდეგ საუბრები განცხადება მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან მე რამდენადაც ვიცი ეს კონფლიქტი ამოწურული არის ამ მხრივ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ იყოს მშვიდი გარემო ხოლმე. მე ამ დეტალები ამ საკითხის ყველა დეტალი ამ საკითხის არ ვიცი. რა უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ შვიდი გარემო ქონდეს ყველას. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. მე მინდა რუსეთთან საზღვრის გზასთან დაკავშირებით რომ ვკითხოთ 225 მილიონი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი
მაგისტრალის ასაშენებლად დარიალის ხეობის გზას გულისხმობ. აი რუსეთთან საზღვრის გზისთვის რატომ უნდა დაიხარჯოს ისე 225 მილიონი? ალბათ იტყვით, რომ რუსეთი რა შუაშია ეს ჩვენი ტერიტორია და ჩვენს ინფრასტრუქტურას აშენებს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს 12 წელია მაგალითად ხიდები ვერ აღიშენებიათ ქართულ ოცნებას მართლა ოპოზიცია სულ საუბრობს სამტრედიის ხიდზე და აი ახლა როდესაც 225 მილიონი იმისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს, რომ რუსებმა კომფორტულად იგზავნონ, კომფორტულად შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ გზას ძირითადად ჩვენ ასაგებელს იყენებენ. აი რა საჭირო გახდა 225 მილიონი. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდე ისტორიული დროიდან საქართველოს არის აბრეშუმის გზის ნაწილი. თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოზე საუკუნეებია გადის მარშრუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ კონდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ როლისა და ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, არის სწორედ მაგისტრალების და საგზაო ინფრასტრუქტურის ისე მოწყობა, რომ საქართველოს როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილმა შეასრულოს ის როლი, რასაც ქვია დაკავშირება, განშორება ევროპასა და აზიას შორის. არა, უკვე ჩვენ თქვენი გამოსავალი ისტორია უნდა დავინგრეთ, დავიქცეთ და მაშინ არავის ყურადღებას არ მივუძღოთ. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს თქვენი გამოსავალი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ყველა მიმართულებით საქართველოს, რა თქმა უნდა, ააშენებს და გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს თავისი როლი ეფექტიანად შეასრულოს. ეს როლი არის, რა თქმა უნდა, იმის, რომ სხვადასხვა ტიპები გადაადგილდება. ბატონო შავა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩატარა მონიტორინგი ბოდიში დავიწყებ კითხვისმა სამოქალაქო აქტივისტებზე არის უკანონო თვალთვალი 100 აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადამიანები რომლებიც საპროტესტო აქციებზე გადიან ხშირად ხდებიან უკანონო მიყურადების მსხვერპლი უღებენ ფოტოებს, მათ უთვალთვალებენ, რაც ჭირდება ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტების კონტროლი, თვალთვალი ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში გადიან საპროტესტო აქციებზე. არც შეჭირდება. მაშინ რატომ აკეთებთ ამას? არც აკეთებს. მონიტორინგმა დაადგინა და არაერთი ფაქტი არსებობს კონკრეტული მტკიცებულებებით ბატონო. მე არ ვიცი, აიმე სპეცსამსახურები თუ არიან ამ ორგანიზაციაში, რომელიც ამას ადგენენ, არ როგორ შეიძლება დაადგინონ ფარულად ის თუ არა მოწესო. ფოტოები შეუძლიათ გადაუღონ ადამიანებს ძალიან მარტივად ხედავენ, რომ იღებენ ჩუმად ფოტოებს სპეცსამსახურები ბატონო. ამის დადგენა არ არის რთული სხვათა და არც თვალთვალი. სერიოზულ კომენტარს. ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ეს დისკრედიტაციის მცდელობა რომ გრძელდება, ამაზე ბრიფინგი გაიგო. თვითონ წევრებთან დაკავშირებით ვინც მუშაობს წესში. აი ამ შემთხვევაში რა არის მიზანი ჩვენ როდესაც გახდეთ თუნდაც ის კამპანია ეს სინამდვილეში იყო წინასწარ მომზადებული კამპანია, როგორც ესკოს მოქმედ თავმჯდომარეს წევრებზე და რომელიც უნდა ამუშავებულიყო ზაფხულში იმისთვის, რომ ეძულებინათ მოქმედ თავმჯდომარე რაღაცა ჩამოცილებოდა თავის პოზიციას და იმისთვის, რომ ოპოზიციას შემდეგ ლელოს ჩაეტარებინა ეს არჩევნები. ხედავთ ჩვენ რა განწყობები აქვს ოპოზიციას ზოგადად ცესკოში. უბრალოდ ნახეს ახლა, რომ ეს გეგმა ჩაიშალა იმ ცვლილებებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ვინაიდან მომზადებული ჰქონდათ მთელი ეს ხაზი, ნარატივი, ვისე რა უნდა ეთქვათ, ვისე რა ტყუილი უნდა შეეთხსათ, ეხლა ვთქვათ, რომ არ გადაეგდოთ ეს ურნაში, გამოამზეურეს საკუთარი კამპანია, იფიქრეს, რომ ამითაც ალბათ რაღაცა შეიძლება ზიანი მიაყენოს. ეს არის კიდევ ერთხელ ამას უნდა შეხედოთ ასე, რომ ეს იყო თვეების წინ მომზადებული კამპანია, როგორც ცესკოს მოქმედ თავმჯდომარის ეს წევრებზე, ვინაიდან რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ზაფხულში, ვინაიდან ჩაიშალა ის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ დაიკავოს ცესკოს ხელმძღვანელის პოზიცია, ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, არ გადაიგდოთ ეს შრომა წყალში არ გადაყოლათ, დაიწყეს ახლა ეს კამპანია დისკრედიტაციის. კიდევ ერთხელ მთავარი მიზანი არის მარტივი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არ აღიარებს. ეს შეგვიძლია აქედან უკვე ძალიან მკაფიოდ ვთქვათ. ამის მის საშუალებას გვაქვს გამოცდილება, არც 12, არც 16, არც 20-ის არჩევნები არ უღიარებიათ. პირველ შემთხვევაში 2012-ში ამერიკის სენატორებს დაჭირდათ მიხეილ სააკაშვილის აიხსნათ, რომ უნდა ეღიარებინა არჩევნები. 2016-ში ამდენიმე კვირა იფიქრეს და მერე კიდე მოუწიათ, აქაც უცხოელები ჩაერიენ და 2020-შიც
აქაც სხვა შორის უცხოელები ჩაერია. მოკლედ ჩვენ ოპოზიციას რასაც ეთქვიან ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევა როგორც ჩანს საბოლოო ჯამში, თუმცა გამოცდილება და მათი ამჟამინდელი ქცევა გვაჩვენებს, რომ ამ არჩევნების არაღიარებისთვის ემზადებიან და იმზადებენ საბაბებს. და ნახავთ თქვენ, რომ 26-ში იქნება არჩევნები, 27 რომ გათენდება, ისინი დაიწყებენ საუბარს ცესკოს შემადგენლობაზე, თავმჯდომარეზე, ერთპარტიულ ცესკოზე, ასეთ ტყუილებზე, 8 წევრი არის ოპოზიციიდან ცესკოში და ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი საუბრობენ ერთპარტიულობაზე. ანუ ამხელა აბსურდზე არიან გადასული, რომ მოღოთ რაღაც საბაბი შეიქმნა შემდეგ არაღიარებისთვის. ბატონო, მე ბოლო შეკითხოთ რეზოლუციასთან დაკავშირებით თამარ კორძიანი თქვა, რომ საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები არც ღირს, იმიტომ რომ ეს ყველამ კარგად იცის და ახლა უნდა ვისაუბროთ უკრაინის მხარდაჭერაზე და ეს ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, რატომ არ მოაწერეს ხელი ევროპულ რეზოლუციას, რომელიც ქართულ მოცემამ დაიმსახურა. აი ეს ფაქტორიც რომ შეაქვასოთ საერთო უართან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მათ ხო საქართველოს ინტერესები არ აინტერესებს. კიდევ ერთხელ, მათთვის საქართველოს დროშა არ არის მათი სახელმწიფო დროშა. სხვა ქვეყნის დროშებს აფრიალებენ სინამდვილეში. და სწორედ ეს განცხადებები და ამ შემთხვევაში მოიქცნენ ისე, როგორც სამწუხაროდ მოიქცა უკრაინის დელეგაცია ევრონესზე, ერთ შეხმატკილებულად მოქმედებენ და რა თქმა უნდა მათთვის არის უკრაინის ინტერესები უპირველეს ყოვლისა და არა საქართველოს ინტერესები. ასეთი ოპოზიცია გვყავს ჩვენ, რომელიც არა ქართველი ხალხის ინტერესებში მოქმედებს, არამედ სხვა ხალხების. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინას გვერდში უდგავართ და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეზოლუციას ჩვენ უერთდებით და თანაავტორები ვართ, ამ შემთხვევაში უკრაინის დელეგაცია ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მადლიერება ეჩვენებინა ქართველი ხალხისთვის და ხელი მოეწერა ამ ინიციატივისთვის, ნახეთ ერთ-ერთი წევრის სამარცხვინო განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდეს აქ. ამიტომ კიდევ ერთხელ ოპოზიცია ჩვენ არ გვყავს ქართველი ოპოზიციაში არ გვყავნა პოლიტიკოსები, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით, ეს ის ხალხია შეგახსენებთ, რომელიც 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი, აქ პარლამენტის წინ მართავდა აქციას და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდა, რომ მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში, ითხოვდა, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ანუ საქართველოს ჩაბმულიყო ომში. პირდაპირ ითხოვდა ომში ჩაბმა საქართველოში და რა თქმა უნდა, ომის პარტიას სხვა ინტერესი სასიკეთო საქართველოს მიმართ ვერ ექნება.